საქართველოში უკვე არსებობს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. აფხაზებმა შექმნეს აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკაში. ეს იყო იურიდიულად აბსოლუტურად დაუშვებელი. ოსებმა წაბაძეს და მოითხოვეს სამხრეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. თუმცა მაშინვე იცოდნენ, რომ ეს არ განხორციელდებოდა. ეს არ არის მთავარი. თუ ეს არ განხორციელდებოდა, ისინი ავტონომიური ოლქითაც კმაყოფილდებოდნენ ან ავტონომიური რესპუბლიკით. მთავარი აქ ის არის, რა ტერიტორიას ითხოვენ. წარმოუდგენელი რამ მოხდა. ოსის სეპარატისტები ითხოვენ, რომ სამხრეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში შევიდეს გორის მაზრა მთლიანად. გორის მაზრა დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით წარმოადგენს გორის რაიონს, კარელის რაიონს, ხაშურის რაიონს, კასპის რაიონს. ფაქტიურად ისინი ითხოვდნენ რკინიგზასაც კი, ამიერკავკასიის რკინიგზასაც და იმ ავტომაგისტრალს, რომელიც დღეს დაახლოებით რკინიგზას გაზდევს. ესე იგი, ამ რკინიგზის ჩრდილოეთით კი არ ითხოვდნენ ტერიტორიას, მთელ გორის რაიონს ითხოვდნენ. რაჭის მაზრის ნაწილი. რაჭის მაზრაში მაშინ შედიოდა ის ნაწილი, რასაც ოსის სეპარატისტები ითხოვდნენ, იყო დღევანდელი ონის რაიონი. დუშეთის მაზრის ნაწილი. ის სოფლები, რომლებიც ესაზღვრებოდა სამაჩაბლოს კობის ჩათვლით. კობიც უნდა შესულიყო, აი სადაც ახლა გამშვები პუნქტია, ესეც უნდა შესულიყო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში. ასევე შორაპნის მაზრის ნაწილს, ანუ დღევანდელი დარაიონებით საჩხერის სოფლების დიდ ნაწილს, საჩხერის რაიონის სოფლების დიდ ნაწილს და ჭიათურის რაიონის სოფლების შედარებით მცირე ნაწილს. დედაქალაქად ითხოვდნენ საჩხერის. დედაქალაქად ითხოვდნენ საჩხერის. დედაქალაქად ითხოვდნენ საჩხერის. დედაქალაქად ითხოვდნენ საჩხერის. რადგან ცხინვალის მოთხოვნას მაშინ ოსები მაინდამაინც არ აპირებდნენ, იმიტომ რომ ცხინვალში 13% იყო სულ ოსური მოსახლეობა და მათ რაოდენობით ჯობდნენ არა მარტო ქართველები, არამედ სომხებიც და ებრაელებიც. ეს იმდენად წარმოუდგენელი და აბსურდული მოთხოვნა იყო, რომ ქართველი ბოლშევიკებიც აღაშფოთა. ამ საქმისათვის მსვლელობის მიცემა მაშინ თვით მოსკოვის ბრძანებათა უსიტყვო შემსრულებელმა, საქართველოს რევკომის თავმჯდომარემ ფილიპე მახარაძემაც ვერ გაბედა და მოთხოვნა ფორმალური განხილვისათვის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს გადაუგზავნა. ოსის სეპარატისტებისათვის ერთგულების საფასურისათვის ვაჭრობა თვით ქართველ ბოლშევიკებს შორისაც დაიწყო.